ბრიტანეთი არეულობასა და ცეცხლის ალში გაეხვა. ალბიონელები გარეთ ორმა გახმაურებულმა დანაშაულმა გამოიყვანა. ერთ-ერთ მკვლელს თავისუფლების უვადო აღკვეთა უკვე მიუსაჯეს, მაგრამ ხალხის მრისხანება ამან ვერ დააწყო. სადმარხია ძაღლის თავი ამას ვიდეოში მოგიყვებით. 2025 წლის ბოლოს საუთჰემპტონში 18 წლის ჰენრი ნოვაკი 23 წლის ვიკრამ დიგვამ სასიკვდილოდ დაჭრა. ყოველგვარი მოტივის გარეშე სიქური ცერემონიული დანით ჩადენილი სასტიკი მკვლელობის გამო მაისში დიგვას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. მაშინ გახმაურდა საქმის მასალებიც, რომელმაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია. გამოირკვა, რომ ადგილზე მისულ პოლიციას დიგვამ მოატყუა. თითქოს ის თავად იყო რასისტული დანაშაულის მსხვერპლი. დანაშაულის დაფარვაში მას ოჯახის წევრებიც დაეხმარნენ. ამიტომაც ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ხელბორტკილები პირიქით მომაკვდავ ჰენრი ნოვაკს დაადეს, რომელიც 8 წუთის განმავლობაში ამბობდა, ვერს უნთქავდა დაჭრილი ვარო. Put the hand in the cuff, mate. ხოდა, დიგვა კი გაისტუმრეს ციხეში სამუდამოდ, მაგრამ ხალხისთვის საკმარისი ეს არ აღმოჩნდა. ანტიმიგრაციული სენტიმენტები კიდევ უფრო გაძლიერდა შემდეგ კვირას, როდესაც 30 წლის სუდანელი ბელფასტში ადგილობრივს დანი დაესხა თავს და მისთვის ქუჩაში თავის მოჭრას სცადა. დაზარალებული გადარჩა, უმძიმესი დაზიანებებით და თვალიც დაკარგა. სუდანელს ახლა მკვლელობის მცდელობისთვის ასამართლებენ, მაგრამ ხალხისთვის საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა. ისინი გარეთ გამოვიდნენ, მიგრანტების სახლები, თავშესაფრები და ბიზნესები გადაწვეს და პოლიციასთან შეტაკებებიც დაიწყეს. ორივე შემთხვევაში ხალხის ბრაზი მართებული იყო. მაგრამ ხალხი უდანაშაულო ადამიანებს დაესხა თავს და ისინი მხოლოდ იმის გამო დასაჯა, რომ ისინი იმავე ეროვნების ან რასის წარმომადგენლები იყვნენ. სწორედ აქ გადის ხაზი სამართლიან რისხვასა და კოლექტიურ პასუხისმგებლობას შორის. არსებობს სამყაროსავი ძველი კითხვა, რომელიც მეტწილას განსაზღვრავს, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. კითხვა ასე ჟღერს: სჯით ადამიანს იმისთვის, რაც თავად ჩაიდინა, თუ იმისთვის, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ის. კრძალავს თუ არა სამართალი კოლექტიურ პასუხისმგებლობას? მაგალითად, თუ ერთი მიგრანტის ჩადის დანაშაულს, ყველა მიგრანტი დამნაშავეა? თუ ერთი პოლიციელი ცდება, ყველა პოლიციელი სისტემური დანაშაულის მონაწილეა? თუ ერთი მომიტინგე ძალადობს, შეიძლება ამის გამო მთელი აქციის დარბევა, წამება და დასჯა? საუკუნეების განმავლობაში არსებობდა პრინციპი, რომ თუ ერთი ადამიანი რამეს დააშავებდა, პასუხს მთელი მისი ოჯახი აგებდა. ზოგან მთელი სოფელი ისჯებოდა, სხვაგან მთელი ეთნიკური ჯგუფი. ამ სისტემაში მთავარი კითხვა არ იყო ვინ ჩაიდინა დანაშაული, ამ სისტემაში მთავარი კითხვა იყო ვის ეკუთვნის ეს ადამიანი. სწორედ ამ პრინციპმა გაანადგურა მთელი სოფლები და გვარები საქართველოს მთაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბიძაშვილის ან მეზობლის დანაშაულის გამო თქვენც აგებდით პასუხს. ისინი თუ ვინმეს მოკლავდნენ, თქვენც დაგიწვავდნენ სახლს. შუა საუკუნეებში მმართველებს ერჩივნათ ერთი კონკრეტული დანაშაულის ძებნის ნაცვლად ხალხისთვის ეთქვა დანაშაული გადმოგვეცით, თორემ ყველას დაგსჯითო. დაახლოებით ისე, როგორც სკოლის მასწავლებლების ჯიან ხოლმე მთელ კლასს ერთი ბავშვის უსაქციელობის გამო. ოღონდ თუ მასწავლებლის მიზანი ბავშვებში სოლიდარობის განცდის გაჩენაა, სისხლის აღებისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპი ხშირად ხოცვა ჟლეტით მთავრდებოდა ხოლმე. სწორედ ამიტომ არის თანამედროვე სამართლის უმთავრესი მიღწევა ერთ-ერთი იდეა, რომელიც იმდენად ბუნებრივად გვეჩვენება ახლა, რომ მას ვერც ვამჩნევთ ხოლმე. ეს პრინციპი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია. ეს იდეა ერთ დღეში არ დაბადებულა. მის ნიშნები ჯერ ძველ რომში გაჩნდა, შემდეგ კი შუა საუკუნეებში მაგნა ქარტასა და ბოლონიის უნივერსიტეტის მიერ რომაული ძველი სამართლის გაცოცხლებასთან ერთად. ნამდვილი გარდატეხა კი მაშინ დაიწყო, როდესაც შედარებით დამოუკიდებელი სასამართლოები გაჩნდა და ოჯახის შურისძიება სახელმწიფო სამართალმა ჩაანაცვლა. მე-18 საუკუნიდან განმანათლებლობის ეპოქაში ბეკარია, მონტესკიემ და სხვებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის დასჯა მხოლოდ მისი ქმედების, მხოლოდ მისი განზრახვის და მხოლოდ მისი ბრალეულობისთვის შეიძლება. ინდივიდუალურია დანაშაული და ინდივიდუალურია სასჯელით. პასუხს აგებს შენ, არ შენი მეზობელი, არ შენი ნათესავი, არ შენი ოჯახის წევრი, მხოლოდ შენ. თუ შენ მოკალი ადამიანი, სასჯელს იხდის შენ. არა შენი მეზობლები, არ შენი ოჯახის წევრები, არ შენი შვილები, მხოლოდ შენ. მე-19 საუკუნიდან ანსელმ ფოიერბახის ცნობილი მაქსიმა გაბატონდა. არავითარი სასჯელი დანაშაულის გარეშე. მნიშვნელობა არ ქონდა ვინ იყო შენი მამა, რა გააკეთა შენმა ნათლიამ, ან რას ფიქრობდა შენი მეზობელი. თავარი იყო რა ჩაიდინე შენ.
ასე გახდა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპი სისხლის სამართლის ქვაკუთხედი. ის იცავს არა მხოლოდ ინდივიდუალურ უდანაშაულო ადამიანებს, არამედ მთელ საზოგადოებას, რადგან როგორც კი ვიტყვით, რომ ერთი ადამიანის დანაშაულის გამო მთელი ჯგუფის დასჯა შეიძლება, იქ ძალადობის ზღვარი უკვე იშლება. თუ ერთი მიგრანტის გამო დამნაშავე ყველა მიგრანტია, მაშინ ერთი ქურდი, მკვლელი ან მეკობრე ემიგრანტი ქართველის გამო ყველა ქართველი ვარ დამნაშავე. ოღონდ ისიც სათქმელია, რომ დამნაშავის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა სისტემური დანაშაულის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. სისტემურ კორუფციაზე, დანაშაულებზე ან წამებაზე, როდესაც ვსაუბრობთ არა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე, არამედ დანაშაულის გამოწვევ შესაძლო მიზეზებზე. მაგალითად, თუ ერთი პოლიციელი სცემს მოქალაქეს, რა თქმა უნდა, სისხლსამართლებრივ პასუხისმგებლობას ის უნდა დაექვემდებაროს. მაგრამ თუ 1000 პოლიციელი სცემს მოქალაქეს, რადგან გამოძიებები უშედეგოდ მიმდინარეობს, პროკურორები თვალს ხუჭავენ და საჭიროები უპასუხოდ რჩება, მაშინ უნდა დავსვათ კითხვა, რამ განაპირობა ასეთი ქცევა. სწორედ ეს არის სისტემური დანაშაული. სისტემური დანაშაული არ ნიშნავს, რომ კონკრეტული ჯგუფის ყველა წევრი სისხლის სამართლებრივად დამნაშავეა. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ ინსტიტუტში არსებული წესები, მექანიზმები და არაფორმალური გავლენები დანაშაულს ახალისებს, ხელს უწყობს ან ვერ აჩერებს. მაგალითად, როცა საქართველოს ციხეებში პატიმართა წამებაზე ვსაუბრობთ, არავინ ამბობს, რომ ყველა ბადრაგი აწამებდა პატიმარს. ეს სისტემა ფუნქციონირებდა ისე, რომ უმძიმესი დანაშაულების ჩადენა შესაძლებელი ხდებოდა. ჩვენ შემთხვევაშიც გაბრაზებული ბრიტანელები სწორედ იმას ამტკიცებენ, რომ ეს ორი კონკრეტული დანაშაული სისტემური პოლიციისა და მიგრაციული პოლიტიკის ჩავარდნის შედეგია. ამიტომაც არ ყოფნით მათ კონკრეტული დანაშაულების დასჯა და ინსტიტუციურ გადაწყვეტებს ითხოვენ. ამიტომაც ბრიტანეთის ახალ პრემიერს რაღაცების გადახედვა აუცილებლად მოუწევს. თანამედროვე დემოკრატიების ყველაზე დიდი მიღწევაც ისაა, რომ შესაძლებელია ერთდროულად ორი რამის თქმა, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებელი პირებიც უნდა დაისაჯონ, მაგრამ ამავდროულად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რამ გახადა ეს დანაშაულები შესაძლებელი. ყველაზე საშიში მომენტია, როდესაც ხელისუფლება გაბრაზებულ ხალხზე თვალს ხუჭავს, ხალხისთვის კი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მთავრდება და პასუხისმგებლობა ჯგუფური ხდება. დემოკრატიული სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება არ არის, რომ დანაშაული არასოდეს მოხდება. ეს შეუძლებელია. დემოკრატიის ყველაზე ფუნდამენტური დაპირება არის ის, რომ როდესაც დანაშაული მოხდება, პასუხს აგებს დამნაშავე და მხოლოდ დამნაშავე. რადგან იმ დღეს, როდესაც ერთი ადამიანის დანაშაულის გამო მთელი ჯგუფის დასჯას დავიწყებთ, ჩვენ აღარ ვსჯით დანაშაულს, ჩვენ ვსჯით იდენტობას. და ეს კი კოლექტიური პასუხისმგებლობის დასაწყისს და სამართლის დასასრულს ნიშნავს.